ბათუმის ღია ეთნოგრაფიული მუზეუმის პროექტი შეჩერებულია მიზეზთა შორის, სადაო ის ტერიტორია ხდება, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. სპეციალისტები დროის გაჭიანურების პარალელურად შიშობენ, რომ მუზეუმისთვის განკუთვნილი ექსპონატები შესაძლოა განადგურდეს. ტერიტორია, სადაც ღია ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობა იგეგმებოდა, კვლავ თავისუფალია. ჯერ კიდევ 2012 წელს აქ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფაცხოვრების სამსახველი მუზეუმის მოწყობას აპირებდა. მზად იყო პროექტიც. ფაქტიურად მთელი აჭარა მოვლილი იქნა კომისიის წევრების მიერ, აღრიცხული იქნა ის საცხოვრებელი, სამეურნეო და ზოგადად ის ხუროთმოძღვრების, ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები, რომლებიც საკმაოდ ძალიან თითო როლაა შემორჩენილი სამწუხაროდ აჭარაში. იგეგმებოდა შესაბამის ტერიტორიაზე აი ამ ნაგებობების გადმოტანა. მეცნიერები შიშობენ, რომ უკვე მოძიებული ექსპონატების შესაძლოა განადგურდეს. თუმცა ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, საერთოდ მოეწყობა თუ არა ღია მუზეუმი. 44 ჰექტარი მიწის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მუზეუმისთვის მონიშნეს, სადაო აღმოჩნდა. პროექტი შეჩერებულია, ვინაიდან იქ სამართლებრივი საკითხები არის გასარკვევი მიწასთან დაკავშირებით. ნაწილი მიწის არის სახელმწიფო საკუთრებაში, ნაწილი კერძო საკუთრებაში, როგორც კი დარეგულირდება ეს პრობლემა, სააგენტო მთავრობასთან ერთად ეტაპობრივად განახორციელებს ამ პროექტის რეალიზაციას. სადაო იყო კახა ცხვიტარიძის 1800 მეტრი მიწის ნაკვეთიც, რომელიც პროექტის საზღვრებში მოექცა. ორ ინსტანციაში სასამართლო დავებით მეპატრონემ საკუთრება დაიმტკიცა, რამაც შესაძლოა პროექტის მასშტაბები და რუკა შეცვალოს. 2012 წელს ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამოართვა ჩაქვის მოსახლეობას ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობლებისათვის აღნიშნული მიწის ნაკვეთები. ამ ხელისუფლებამაც ეს უნდა გაითვალისწინოს, თუ რამეს აპირებს იქ ეთნოგრაფიული მუზეუმი აუცილებლობა იქ განთავსდეს, მაშინ ამ ხალხთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკება კომპენსაციის გზით. ღია მუზეუმის ღირებულება 4 მილიონ ლარს აღწევს სამუზეუმო ტერიტორიის მოწყობის გარდა. ამ თანხაში ექსპონატების შესყიდვა და მუზეუმის ტერიტორიაზე გადმოტანა შედის. ამ ყველაფრის პარალელურად სამოქალაქო საზოგადოება მუზეუმის მიზნობრიობაზე საუბრობს. ჩვენ ბიუჯეტს კონკრეტულად აჭარის ბიუჯეტს არ აქვს იმის მუხნება, რომ კიდევ ერთი მუზეუმი აშენოს და ეს ფინანსური რესურსი დაიხარჯოს. ხო არ ჯობია, რომ იგივე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ იზრუნოს, ჯერ უზრუნველყოთ ამ მუზეუმების შენახვა, განვითარება და ესე რომ თქვა სტანდარტებში მოქცევა, ვინმე კიდევ ახალი მუზეუმი დავიმატოთ. რაბედი ეწევა მუზეუმის პროექტს, ცნობილი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ გახდება.